ბატონო ბადრი, თქვენ საუბრობდით მარკო რუბიოზე, აქ გაწყდა სიგნალი. დიახ, მე მინდოდა მეთქვა, რომ ესენი არიან გამორჩეული პოლიტიკოსები, რომელიც სწორედ მათთვის არის დამახასიათებელი შეურიგებლობა კომუნისტური, ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ. ესენი არიან საბჭოს მდივანი მარკო რუბიო, ასევე უშუალო საბჭოს მდივანი ბატონ მაიკ ბოლსი. ამიტომ ეხლა მოდის ადმინისტრაცია, რომელიც გამოირჩევა თავისი ასე ვთქვათ, დამოკიდებულებით ისეთ ტიპის ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ, როგორიც არის დღეს საქართველოში, ამიტომ ველით, რომ ქართული ხალხის მიმართ ხარდაჭერა გაიზრდება და რა თქმა უნდა, ველით იმას, რომ შეერთებული შტატების უფრო აქტიური ჩართულობით ქართული ხალხი მიაღწევს იმას, რაც არის აბსოლუტურად სამართლიანი და ფუნდამენტური მოთხოვნა, ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩანიშვნა. ჩვენი აქ ვიზიტის პერიოდში ჩვენ ხვდებით კონგრესმენებს, სენატორებს, ხვდებით საფუძვლის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და ჩვენი ამ ვიზიტის მიზანი არის პირველ რიგში, რომ გაძლიერდეს ხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, იმისათვის, რომ კრიზისი იქნეს გადალახული, დაძლეული ის კრიზისი, რომელშიც საქართველოსმა შეიყვანა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი ვიზიტის მიზანი, რომ კიდევ უფრო მეტი ხარდაჭერა მიიღოს ქართულმა ხალხმა და ჩვენმა სახელმწიფომ შეერთებული შტატების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ერთგული სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. რა თქმა უნდა, როგორც კი ახალი არჩევნები ჩაინიშნება და ჩატარდება და არჩეული იქნება ეროვნული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება განახლდება, ჩვენ ველით კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისათვის, რომ დაახლოვდეს შეერთებულ შტატებთან საქართველოს პარტნიორობა და ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ჩატარდება უკვე სამართლიან და თავისუფალ პირობებში, ასე რომ ჩვენი ამ ვიზიტის მიზანი არის კიდევ მინდა ხაზი გაუსვა ის რომ შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხის ხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. კი ბატონო, და მე ვიცი რომ თქვენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს ჯო უილსონსაც შეხვდებით და ალბათ მეტ დეტალს გაიგებთ მისი ტრამპთან შეხვედრის შესახებ. მან ზოგადად დაწერა ის, რაც მე უკვე წავიკითხე, მაგრამ მისი განწყობა უკეთ იქნება გადმოცემული თქვენთვის და თქვენს მიერ მერე ჩვენი მაყურებლისთვის იმედი მაქვს. მადლობა. ჩვენ გვექნება რიგ კონგრესმენებთან შეხვედრა, რომელებიც წარმოადგენენ ტრამპის ახლო გარემოცვას, ჩვენ გვექნება საუბარი მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში, ნაბიჯებს, რომელიც არის დაგეგმილი კონგრესში, მათ შორის სენატში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, სწორედ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის მიმართ ხარდაჭერის კუთხით, ამიტომ გვექნება ძალიან ინტენსიური საუბრები და რა თქმა უნდა, ჩაგაყენებთ საქმის კურსზე ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ამ შეხვედრების შესახებ. დიდი მადლობა, თქვენ მით უმეტეს აღნიშნეთ, რომ კონგრესმენების გარდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაქვთ შეხვედრები, ანუ ყველა შტოსთან გექნებათ ეს კომუნიკაცია. მადლობა.